დილა მშვიდობის საქართველოში 11 საათია და გაცემა დღის ნიუსრუმი ბრუნდება პირდაპირ ეთერში. მელელა ბაღდავაძე ვარ, პოლიტიკურ პერიპეტიებს კი დღეს გია ჯაფარიძესა და ნონა ქურდოვანიძესთან ერთად შევაფასებთ. საკმაოდ ხმაურიანი და დაჭერებით დატვირთულია მიმდინარე კვირა, ამიტომ საინტერესოა რა სახელს დაარქვევენ ჩვენი სტუმრები ყველაფერი იმას, რასაც ახლა ვუყურებთ და რაც ახლა ქვეყანაში ხდება. დაგვალოდეთ ვიწყებ ზუსტად 60 წამში, იქამდე კი თვალი გადავავლოთ ბოლოს სიახლეებს. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი კოალიცია ცვლილებისთვის წევრი მურთაზ ზოდელავა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ბრალის წარდგენის მოლოდინში არიან. ორ მათგანს ბრალდება სუში გააცნობენ, ჯუანშერ ბურჭულაძეს კი სავარაუდოდ კლინიკა ჰელსიკორში წარუდგენენ ბრალს. სამივე მათგანი გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. გამოძიება სამ სხვადასხვა საქმეზე მიმდინარეობს. მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 12 მოქალაქე დააკავეს. მათ შორის არიან იორდანიის, ინდოეთის, ნეპალის, ბანგლადეშის მოქალაქეები. დადგინდა, რომ ისინი ქვეყანაში უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით იმყოფებოდნენ. განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მცხეთა მთიანეთის მხარეში 3 ახლად რეაბილიტირებული სკოლა გახსნა. მინისტრი მუხრანის ნომერ 1, ფასანაურის ნომერი 1 და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლებს ეწვია, სადაც განახლებულ სასწავლო სივრცეებს გაეცნო და პედაგოგებს, სკოლის თანამშრომლებს და მშობლებს შეხვდა. მაშასე კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეს არის დღის ნიუსრუმი და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომატი გია ჯაფარიძე იმყოფება ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონ გია და მადლობა რომ გვესწრეთ. მოგესალმებით ტელემაყურებელს და მადლობა მოწვევისთვის. ბატონ გია, გუში როდესაც გადაცემაში მოგიპატიჟეთ, დაგეგმილი მქონდა რომ ძირითადად დასავლეთთან ჩვენი ხელისუფლების ურთიერთობები მოგვეხილა და პრინციპში ეს ასეც იქნება, თუმცა გუშინვე ისე განვითარდა მოვლენები ლევან ხაბეიშვილის და მურთაზ ზოდელავას დაპატიმრებას გულისხმობ, რომ რა თქმა უნდა პირველ რიგში სწორედ ამაზე უნდა კითხოთ, მით უფრო რომ თქვენ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში ნაციონალურ მოძრაობასთან კოალიციურ რეჟიმში თანამშრომლობთ. ხა თვითონ ნაციონალური მოძრაობის შეფასებაა, რომ რეჟიმის მიერ ხაბეიშვილის დაპატიმრება განპირობებულია შიშით ქართველი ხალხისგან მიიღოს ის რისხვა, რომელიც მოღალატური რუსული პოლიტიკის გამო დაიმსახურეს ციტატის დასასრულად. თქვენი აზრით, რატომ მიადგა სუსი ლევან ხაბეიშვილს და თანაც მისი დაპატიმრება იმ ფონზე, როცა რამდენიმე თვეა იმ პოლიტიკოსების გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ ქართულ ოცნებას, რომელიც აქამდე ყავდა და ყავს მართლ პარტიას საპატიმროში. კი ბატონო, მეც მიმაჩნია, რომ ეს არის განპირობებული შიშით, ეს შიში უკავშირდება 4 ოქტომბერს და 4 ოქტომბერს ლევან ხაბეიშვილის, ატა ბურჭულაძის და სხვების მიერ გამოცხადებულ აქციას, ალბათ რაღაც დროშების აქციას და ხა როგორც ჩანს, იმდენად დიდ და ღრმა კრიზისში არის თავად ქართული ოცნება, რომ ნებისმიერი ასეთი ინიციატივა მათ აშინებს და მე მგონია, რომ ეს ზუსტად აი ამ შიშით იყო გამოწვეული. მეორე მიზეზი ალბათ არის იცით რომ ეს სუსმა განახორციელა ეს დაპატიმრება, მეორე მიზეზი ალბათ არის სუსის ახალი ხელმძღვანელი ეს დინარაძე, რომელიც ძალიან კომიკურ პერსონაჟად ყალიბდება საქართველოს უახლეს ისტორიაში. ახალი ცოცხი რომ უკეთესად დაგვის თითქოს ამის ჩვენება უნდა ალბათ ვიზნა ივანიშვილისთვის და მე ასევე მგონია რომ აი მასთან დაკავშირებით და მის თავის ამ გარემოცვასთან გაკეთებულ განცხადებებზე თუ ჭორებზე რაც ისაუბრა ლევან ხაბეიშვილმა ალბათ ესეც უნდა იყოს მიზეზი, ის უმტკიცებს თავის პატრონს, ერთგულებას და აი ის კი არ არის სწორი და მართალი, რასაც ლევან ხაბეიშვილი ამბობდა, მე შენზე არ მიჭორავია, არამედ აი ნახე მე ქმედებით იმტკიცებ ერთგულებას. ალბათ აი ამის
ეს რაღაცა კომბინაცია უნდა იყოს და კიდევ მესამე რასაც დავამატებდი, ალბათ არის გზავნილი საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, რომ ჩვენი რეაქცია თქვენს ასე ვთქვათ თქვენს პოზიციაზე არის შემდეგი, ჩვენ უფრო ვაძლიერებთ ასე ვთქვათ აი რეპრესიული მანქანის მოქმედებას. ქვეყანა არის ზოგადად ძალიან ღრმა პოლიტიკურ კრიზისში, ეს კრიზისი არ დაწყებულა დღეს, პრინციპში ეს კრიზისი არ დაწყებულა არც საპარლამენტო გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ეს დაიწყო გაცილებით უფრო ადრე, ალბათ როცა რუსული კანონი შემოიტანეს პირველად, ან შეიძლება უფრო ადრეც დავიწყოთ ამის ათვლა. ეს კრიზისი არის უკვე ქართულ ოცნებაშიც და ძალიან ბუნებრივია, რომ ამ კრიზისის გაღრმავებასთან ერთად ქართული ოცნების მხრიდან იქნება ისეთი ქმედებები, როგორიც ვთქვათ, ვიხილეთ გუშინ კიდევ ერთხელ. როგორი უნდა იყოს ოპოზიციური სპექტრის რეაქცია და პასუხი, ქმედებები და გეგმა, ამასაც კითხავთ, მოდით, აი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრებაზე, რომელთა შორისაც არის მათ შორის თქვენი ძმა, ხო, ზურაბ ჯაფარიძე, ისე როგორც ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ირაკლი ოქროშვილი, ივით არგამაძე ჯერ კიდევ რჩებიან პატიმრობაში, ამას ემატებიან უკვე ხაბეიშვილი და ზოდელავა და ემატებიან აქციის იმ მონაწილეები, რომელთა საქმეებზეც გამამტყუნებელი და პატიმრობის განაჩენი დადგა. რა გეგმაზე უნდა გადავიდეს ოპოზიცია, მაგალითად ნაციონალური მოძრაობა აპირებს რეგიონებში კარდაკარი იაროს და თითოეული მოქალაქე სწორედ 4 ოქტომბერს დაპატიჟოს რუსთაველის გამზირზე. ეს გეგმა რამდენად სწორი გეგმა გონიათ? ნახეთ, თქვენ ახსენეთ აქტივისტები, ისინი პოლიტიკური ნიშნით არიან დაკავებულები. სიგიჟე ახლა დააკავო ადამიანი არაკანონიერად განთავსებული ბანერის დაზიანებაზე. მაშინ, როდესაც ახლა ჩვენ წლების განმავლობაში გვახსოვს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ბანერებს რას უშვებოდნენ და გვახსოვს არაერთი შეტევა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შტაბებზე თუ ცენტრალურ ოფისებზე. მაგალითად, ასეც ჰქონდა ადგილი არჩევნების დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისზე. ამასთან დაკავშირებით არის ვინმე დაკავებული, ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი დადგა. ეს არის ჩვეულებრივი სადამჟელო ოპერაცია, რომ შეაშინონ პროტესტზე მყოფი სხვა ადამიანები, ის რაც განსაკუთრებით უშლის ნერვებს ქართულ ოცნებას, ბიძინა ივანიშვილის და მათ პატრონებს მოსკოვში არის უკვე 290 დღე იქნება დღეს, თუ არ ვიცი, უკვე თვლაც ის არის, აგვერია. აი ეს მუდმივი პროტესტი, რომელიც ეგონათ, რომ ძალიან მალე დასრულდებოდა, მაგრამ არ სრულდება. საერთაშორისო იზოლაცია, რომელიც და რეაქცია, ხო, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რომელიც დიდწილად არის განპირობებული ზუსტად ქართველი ხალხის ქმედებებით, იმით რომ ეს პროტესტი არ წყდება, ანუ სამაგალითოდ სურთ დასაჯონ ახალგაზრდა გოგო და აი წარმოიდგინეთ ახლა ქართველობაზე და კაცობაზე და რაღაც ღირებულებებზე რო თავს დებს, ის ადამიანი 23 წლის სტუდენტს უშვებს ციხეში იმაზე, რაზეც საქართველოში ქართული ოცნების მმართველობის პირობებში არავინ დასჯილა, ხო? ან იგივე ლევან ხაბეიშვილის მიმართ რა ბრალდებაა წამოყენებული პოლიტიკური განცხადება, შესაძლებელია იყოს თურმე ბრალდების საფუძველი, მაშინ როდესაც ხა მე კარგად მახსოვს 5 მილიონი თითოეულ სოფელს მახსოვს დარიგებული რაღაცა ბარათები, რომ ყველამ დაწეროს თავისი სურვილი და ეს სურვილები შესრულდება ბიძინა ივანიშვილის მიერ. მე მახსოვს ერთ-ერთი არჩევნების წინ ჩამოწერილი ბანკის ვალები და ძალიან სამწუხაროა, რომ მაშინ ქართულმა ინსტიტუციურმა ბანკებმა ქართულ ოცნებასთან ამ სახით ითანამშრომლა და როგორც ქართული ოცნება თავად აცხადებდა 600,000 ადამიანს ჩამოეწერა ვალი. ხა თუ რამე არის დანაშაული და თუ
სადმე შეიძლება კორუფცია დავინახოთ და თუ სადმე შეიძლება მოსყიდვა დავინახოთ, თუ სადმე შეიძლება არაკანონიერი ქმედება დავინახოთ, ეს არის რასაც აკეთებდა ქართული ოცნება 2011 წელს და იქიდან მოყოლებული აკეთებს დღემდე და ამასთან დაკავშირებით არავის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. თქვენი კითხვა იყო ოპოზიციამ რა უნდა გააკეთოს. ოპოზიციას რა უნდა გაეკეთებინა, ეს იყო ერთიანობა. მე დღესაც გონია და დღეს ყველაზე უფრო კარგად ჩანს, რომ ოპოზიცია უნდა გასულიყო ერთიანი საარჩევნო სიით ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე ეს გამორიცხავდა ყველა იმ გაუგებრობას, რომელსაც შეიძლება დღეს აქვს ადგილი ოპოზიციაში, გაუგებრობა შეიძლება არა, შეიძლება უფრო მეტია ის, რომ ივანიშვილმა მიიღო მისთვის ყველაზე ვთქვათ სასურველი სცენარი, რომ ოპოზიცია გაყოფილია იმავე ვთქვათ ეგრეთ წოდებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. დღეს მე ამ ხალხს ახლა ვეღარ უწოდებ ოპოზიციას, იმიტომ რომ მათ რეალურად არჩევნებში მოიპოვეს ერთად გამარჯვება. დღესაც იგივე არის გასაკეთებელი, დღესაც არის საჭირო ერთიანობა, დღესაც არის საჭირო ერთიანი სტრატეგიული კომუნიკაცია, დღესაც არის საჭირო ერთ ენაზე საუბარი, დღესაც ერთ ენაზე უნდა საუბრობდეთ როგორც ვთქვათ საქართველოს მოქალაქეებთან, რომლებიც არიან უმრავლესობა და აიმყოფებიან მუდმივ პროტეზზე, ასევე ერთიანით უნდა ვსაუბრობდეთ, ერთიანი გზავნილი უნდა გქონდეს ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ რამდენიმე გზავნილი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებით არ დავაბნიოთ და ჩვენი საერთო საქმე არ დავაზიანოთ. ეს არის, როგორ გითხრათ, ეს არის მთავარი, რაც დღეს არის გასაკეთებელი და ეხლა თუ ეს მთავარი იქნება დაკმაყოფილებული, ამის შემდეგ უკვე შეგვიძლია კონკრეტულად რა ქმედებები არის განსახორციელებელი იმაზე სასაუბრო. სუსში გუშინ გამართულ ბრიფინგზე პოლიტიკოსების გარდა ქართული ოცნების ყოფილი მაღალჩინოსნის დაპატიმრების შესახებაც გვაცნობეს დაკავებულია თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე. მის მიმართ სერიოზული ბრალდებები აქვს სახელმწიფოს, საქმე ეხება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას. მათ შორის სუსში ამბობენ, რომ ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფონების წარმოშობის წყაროს დამალვის მიზნით 544,000 ევროთ შეიძინა სახლი ესპანეთში. ეს დეკლარაციაში არ მიუთითა და განახორციელა 1,5 ლარის შემოსავლის ლეგალიზაცია. ეს ამბავით შევაფასოთ და მე უკვე ასე ვთქვათ დასავლეთი და დასავლელ პარტნიორებთან დღევანდელი ურთიერთობაც მინდა მოვიხილოთ. ჯუანშერ ბურჭულაძეს ჯერ კიდევ მინისტრობის დროს ადანაშაულებდნენ არც ისე კეთილსინდისიერ საქმიანობაში. მის შესახებ არაერთი რეპორტაჟი მომზადებულა, რომ რაღაცა კორუფციულ საქმიანობასთან სავარაუდო კავშირები არსებობდა, თუმცა ქართულმა ოცნებამ ეს მხოლოდ ახლა დაინახა, როცა ასე ვთქვათ რამდენიმე წელია გასული. რატომ, როგორ ფიქრობთ, მხოლოდ ახლა და აქვე ბევრი ფიქრობს, რომ ასე ვთქვათ ბურჭულაძის გავლით ქართული ოცნება უტრიალებს ირაკლი ღარიბაშვილს. თქვენ რამდენად ხედავთ კონტურებს, რომ სუსი ცდილობს მივიდეს სწორედ ყოფილ პრემიერად? მე 1,000,000% დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჯუანშერ ბურჭულაძეზე უფრო კორუმპირებული ადამიანები არსებობენ, როგორც დღეს არსებულ ფაქტობრივ ადმინისტრაცია, ფაქტობრივ მთავრობაში, ასევე ზოგადად ქართულ ოცნებაში ჯუანშერ ბურჭულაძე არ მგონია, რომ ყველაზე კორუმპირებული ადამიანია მათ შორის. ზოგადად ქართული ოცნება ლპება კორუფციაში, აღარ იციან ამ თავიანთ სასახლეებში, ვილებში რამდენი აუზი აიშენონ, საიდან მიიშენონ, აღარ იციან რა ძვირადღირებული ავტომანქანა შეიძინონ და რამდენი და როგორ გაერთონ და რაში დახარჯონ ფული და რამდენი დახარჯონ ამ ძვირადღირებულ ჭინჭებში, რის გამო ზოგადად მათ უყვართ ევროპის ქვეყნებში სიარული. რაზეც მიუთითებს კონკრეტულად ბურჭულაძის დაჭერა, ალბათ არის ის, რომ აი ეს კრიზისი, რაც უკვე მე ვახსენე თავად ქართულ ოცნებაში, იქ ერთმანეთს არ ენდობიან. ზოგადად ქართულ ოცნებაში ყოველთვის ასე იყო, ბიზნა ივანიშვილის კარზე, მის მზის ქვეშ ერთმანეთს ასწრებდნენ მისთვის ერთგულების დამტკიცებას და ერთმანეთს შორის მაინც და მაინც განსაკუთრებული მეგობრული ურთიერთობები ან ნდობა მაინც არ არსებობდა. დღეს ამ ნდობის ძალიან სერიოზული კრიზისია ის ჯგუფები და პიროვნებები, რომლებიც ივანიშვილის გარშემო, ივანიშვილის ორბიტაზე
მოძრაობენ, ისინი გადაეკიდნენ ერთმანეთს. აქ კონკრეტულად ლევან ხაბეიშვილიც ამბობდა, რომ კონკრეტულად ერთმა ჯგუფმა მიიტანა რაღაც ინფორმაციები ივანიშვილთან და აი ამ რაღაცა კორუფციულ მექანიზმში ახლა ეს რაღაცა ერთი ჭანჭიკი ბურჭულაძის სახით ამოაგდეს და ნუ როგორ ჩანს მას ჯიან სამაგალითო დაკავებული არის ბურჭულაძე, დაკავებული არის ბურჭულაძის ცოლის ძმა, რამდენადაც ვიცი და დაკავებული არის კიდევ რკინიგზაში მომუშავე დაჩი ცაგურიას ცოლის ძმა, ანუ ჯერჯერობით ამ სამ ადამიანზე არიან, ხო? ამ სამ ადამიანზე, არ ვიცი, ხელს ამ სამ ადამიანს ახუცავენ თუ როგორ ხდება. მე არ მგონია რომ ეს არ გაჩერდეს, მე მგონია რომ ეს გაგრძელდება, იმიტომ რომ შესაძაც ასეთი უნდობლობაა ამ ადამიანებს შორის, რომლებიც აი კიდევ მოვუხ, თან ცხოვრობენ მუდმივი შიშის ქვეშ, მათ ხომ ყველაზე კარგად იციან ის ჩადენილი დანაშაულები, რომელსაც აი ამ 13 წლის განმავლობაში ჩადიოდნენ, ხო? მათ ხომ ყველაზე კარგად იციან რა ბოროტება აქვთ გაკეთებული, მათ ხომ ყველაზე კარგად იციან როგორ ძარცვავენ ქართველ ხალხს, მათ ხომ ყველაზე კარგად იციან რა მასშტაბის ღალატი აქვთ ჩადენილი საქართველოს სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინაშე. აი ამ მუდმივ შიში ცხოვრების დროს, მაშინ როდესაც ლევან ხაბეიშვილმა და სხვებმაც, ნუ მათ შორის თქვათ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამოიტანეს ზედაპირზე ის დანაშაულები, ის კორუფცია, რომელშიც იხჩობა მართლა ქართული ოცნება, ეს არასამთავრობო ორგანიზაციები გააჩერეს რუსული კანონებით, მაგრამ ლევან ხაბეიშვილი ვერ გააჩერეს. პოლიტიკოსების გაჩერება კი, თქვათ, ფიქრობენ რომ აგზავნონ პოლიტიკური პარტიები, აუგზავნონ პოლიტიკური საქმიანობა, მაგრამ ლაპარაკს ხო ვერ აუგზალავენ, ამიტომ ლაპარაკის აგზავნის საუკეთესო გზად მიიჩნიეს, რომ ის უნდა დააკავოს. სინამდვილეში, რასაც ხაბეიშვილი ამბობდა, ეს ყველაფერი ჩვენ ვხედავთ, რომ მართლდება თვითონ ქართული ოცნების შიგნით, აი ამ შიშის ქვეშ, რა შიშის ისინი ცხოვრობენ, საერთაშორისო სანქციები, საერთაშორისო იზოლაცია, ერთმანეთს უყურებენ ეჭვის თვალით, ვის გააქვთ ჩვენგან ინფორმაცია, საიდან მოდის ის ინფორმაცია, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციები და ახლა უკვე პოლიტიკოსები, თქვათ ლევან ხაბეიშვილის სახით აჟღერებენ, საიდან მოდის ეს სიმართლე, რატო გაჟონა იმ სიმართლემ, რომელიც ჩვენს შესახებ აბსოლუტური სინამდვილეა. ისინი ერთმანეთს უყურებენ ეჭვის თვალით და ერთმანეთის მიმართ აქ ახლა დაწყებული არის ну, რაც დაიწყეს და რომლის პირველი მსხვერპლი არის. ბატონია, სუსის დაჭერებზე დღევანდელ გადაცემაში კიდევ ვისაუბრეთ ნონა ქურდოვანიძესთან, რომელიც თქვენს შემდეგ შემოგვერდება. ჩვენ კი მოდით სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც გადავიდეთ, მათ შორის არ წყდება ბრალდებები ბრიუსელის მისამართით და არ ვიცი, შეიძლება ითქვას, რომ სერიოზული პრობლემები აქვს ქართულ ოცნებას ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობაში. მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ არც ისე კეთილშობილურია ბრიუსელის მიზნები საქართველოსთან მიმართებაში, როგორც ეს ქართულ ხალხს გონია, ამტკიცებს, რომ გარე ძალების, მათ შორის სწორედ ბრიუსელის ბიუროკრატების მიზანია ხელისუფლების შეცვლა და სათავეში მარიონეტული ძალის მოყვანა, რომელიც ყველა მითითებას მორჩილად შეასრულებს და მეტიც კახაკალაძის საარჩევნო შტაბთან აქციებსაც კი გარე ჩარევის აშკარა მაგალითად აფასებენ ქართულ ოცნებაში. მათი მესიჯ ბოქსის საპასუხოდ კი არ შეიძლება ითქვას, რომ ევროპელ პარტნიორებს ლამის ყოველდღიურად თავის მართლების რეჟიმში უწევთ ყოფნა და უწევთ ამტკიცონ, რომ არანაირი არეულობა საქართველოში მათი მიზანი არ არის. აი მაგალითად უშინ ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა განცხადება, ალბათ ნახავდით, სადაც უარყოფს და გმობს ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების როლისა და საქმიანობის შესახებ დეზინფორმაციას. პრობლემაა თუ არა ის, რომ ქართული ოცნების მხრიდან ევროპელ პარტნიორებს მართლაც ლამის ყოველდღიურად უწევთ, ასე ვთქვათ, თავის მართლების რეჟიმში ყოფნა და უწევთ ამტკიცონ ის რისიც მტკიცებაც უწევთ, რომ საქართველოში არეულობა არ არის მათი მიზანი. მე არ ვიცი, ვისთვის შეიძლება იყოს ეს პრობლემა. მე მგონია, რომ ქართული ოცნება ამას სრულად მიზანმიმართულად აკეთებს, ეს არის პროპაგანდის ნაწილი, ზოგადად ავტორიტარულ რეჟიმებში, რომლებიც გადადიან უკვე ტოტალიტარულ მართლობაში და ის რომ საქართველოში ეს ტოტალიტარული მართლობა
ყალიბდება ამის ნიშნები სახეზეა და ძალიან სამწუხარო, როდესაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აგვიანებენ სწორ შეფასებებში. ეხლა საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ავტოკრატიისკენ მიდის არის არასწორი. საქართველოში ავტოკრატია უკვე დიდი ხანია ჩამოყალიბებულია. საქართველოს მიდის ტოტალიტარიზმისკენ, ხო, ყალიბდება პიროვნების კულტი, ხდება აზროვნების კონტროლი, უბრალოდ ადამიანებს აიძულებენ, რომ საერთოდ აზროვნებაზე თქვან უარი. ეს არის პროპაგანდის ნაწილი. ტოტალიტარული სახელმწიფოები დგანა ზოგადად ასეთი ტიპის პროპაგანდაზე. ქართულ ოცნებას სჭირდება მტრის ხატის შექმნა და ეს მტრის ხატი ხო ვერ იქნება მათივე პატრონი რუსეთი, ხო? მტრის ხატი ხო ვერ იქნება მათი ახალი სტრატეგიული პარტნიორი ჩინეთი. მტრის ხატი საიდანღაც ხო უნდა მოიტანონ და ეს საიდანღაც არის სწორედ დასავლეთი, ეს არის ევროპის კავშირი, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები. ქართული ოცნებისთვის ევროპის კავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები ამდენი ხნის განმავლობაში იყო მოკავშირე და მათგან მტრის ხატი არ შეუქმნიათ, ხო? ხა მე მახსენდება იგივე ვთქვათ ევროპის კავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია, როცა ისინი წლების განმავლობაში ეხმარებოდნენ და აძლიერებდნენ ქართულ ოცნებას. რო ვნახოთ ვთქვათ მათი დახმარება რაში იხარჯებოდა, ამ დახმარებას განკარგავდა ძირითადად ქართული ოცნება. მე მახსენდება გერმანიის ელჩი მაგალითად, რომელიც ახლა განსაკუთრებული შეტევის ობიექტია და თქვენი ეთერიდანაც ჩემი სრული სოლიდარობა მას, როდესაც მე მასთან ნახეთ მტრის ხატი უნდა შექმნას. მტრის ხატი ვიღაცისგან უნდა შეიქმნას ხარდაჭერილი ტიტუშკები ეისხმიან თავს ქართული ოცნების თბილისის შტაბში. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი, რომელიც მე მახსოვს მაგალითად პირველი რუსული კანონის წინ, როდესაც მე მასთან მქონია საუბარი, ის ჩემთვის მას უთქვამს, რომ კობახიძე, ოხანაშვილი, პაპუაშვილი გერმანიაში განათლება მიღებული ხალხია და მე მგონია, რომ დემოკრატია არის მათი რწმენა. ასე მიაჩნდა ამ კაცს და ძალიან ახლო ურთიერთობაში იყო კობახიძესთან, პაპუაშვილთან და ოხანაშვილთან, ხო? რამდენად იძლევა ელჩი ფიშერის პოზიციონირება მის მიმართ ეჭვის გამოთქმის საფუძველს. მაგალითად, რამდენად აქვს ევროპელ დიპლომატს უფლებამოსილება იაროს სასამართლო პროცესებზე და ასე ვთქვათ თვალყური მიადევნოს როგორ მიმდინარეობს ამა თუ იმ საქმის განხილვა. როგორ ასნიშნავს, რა თქმა უნდა, აქვს ამის უფლება, ანუ ქართული კანონმდებლობა კრძალავს, სადმე წერია, რომ რომელიმე სასამართლო პროცესებზე სიარული ეს არის მთავარი კომპონენტი ის გამოც სასამართლო პროცესებზე მეც მივლია, როდესაც მუშაობდი უცხოეთში, არაერთ სასამართლო პროცესზე ყოფილა, როცა ეს სასამართლო პროცესი იყო, ვთქვათ, ჩემი ინტერესის სფერო, ამ შემთხვევაში ჩვენი, ანუ საქართველოს სახელმწიფოს ინტერესის სფერო. მე სადაც მუშაობდი, წარმოადგენდი საქართველოს სახელმწიფოს და თუ რაღაცა ჩვენთვის, ვთქვათ, საინტერესო იქ ხდებოდა, რასაკვირველია, მივდიოდი და არავის აუკრძალავს სადმე სასამართლო დარბაზში, ჩემი ანუ ვინ უნდა ქართული კანონმდებლობა ამას არ კრძალავს. არა, ფიშერი გახდა განსაკუთრებული სამიზნე რამდენიმე რამის გამო, ხო? ერთი იმიტომ, რომ მათ ჭირდებათ მტრის ხატის შექმნა, მეორე იმიტომ, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პოზიციას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა თვითონ ევროპის კავშირში. ახლა მათ უნდა წარმოადგინონ ისე, რომ ბრიუსელი ვინმეს რამეს კარნახავს. ეს ასე არ არის. ბრიუსელში არის კი განთავსებული ძირითადი ევროპული ინსტიტუტები, მაგრამ ევროპის კავშირი ეს არის სახელმწიფოების ნებაყოფლობითი გაერთიანება და იქ ვერაფერს უკარნახებს. ეს არის ტყუილი. ყველა სახელმწიფოს შეუძლია ნებისმიერი გადაწყვეტილება დაბლოკოს. როგორც მაგალითად უნგრეთი ბლოკავს გადაწყვეტილებას პერსონალურ სანქციებზე ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში. ერთი ქვეყანაა უნგრეთი, რომელიც იმის გამო რომ აქვს თავისი ინტერესები, ფინანსური ინტერესები, ვიზი არის უნგრული კომპანია, მოგეხსენებათ და როგორც ჩანს არის რაღაცა გარიგება უნგრეთსა და ივანიშვილს შორის და ამის გამო უნგრეთი ბლოკავს პერსონალურ სანქციებს ივანიშვილზე და ევროპის კავშირი იმის გამო, რომ დაიცვა საკუთარი უსაფრთხოება, იმის გამო, რომ ქართული ოცნება ყოველდღიურად არღვევს საქართველოსა და ევროპის კავშირის შორის გაფორმებულ
შეთანხმებას უვიზო მიმოსვლაზე იძულებული ხდება კვალიფიციური უმრავლესობით ეს შეთანხმება შეაჩეროს მთლიანად საქართველოს სახელმწიფოსთან. ანუ ივანიშვილის პირადი ინტერესების გამო შესაძლებელია დაისაჯოს საქართველოს ყველა მოქალაქე. ანუ ესეც არის პროპაგანდა და ტყუილი. ბრიუსელი ვერავის ვერაფერს უკარნახებს და აი ამ გაერთიანებაში და იმის გამო რომ გერმანია არის თავისი ეკონომიკით, თავისი ყველა თვალსაზრისით, ყველა კომპონენტით, ყველა განზომილებით გერმანია არის ლოკომოტივი სახელმწიფო, ძლიერი სახელმწიფო ევროპის კავშირში და მის პოზიციას აქვს მნიშვნელობა და გერმანიაში შეიცვალა პოზიცია. გერმანიაში პოლიტიკური კონსენსუსია, ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსია იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული ოცნება არის პრორუსული მაფიოზური სინდიკატი, რომელიც ქართველი ხალხის ნების საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ამის გამო გახდა სწორედ გერმანიის ელჩი განსაკუთრებული სამიზნე. ტრისხატის შექმნა და გერმანიის მნიშვნელობა და გერმანიის როლი თავად ევროპის კავშირის შიგნით. ზუსტად ეს არის იმის მიზეზი, რომ ბატონი ფიშერი, რომელიც ძალიან მაღალი რანგის დიპლომატია, გახდა განსაკუთრებული სამიზნე. მე არ ვიცი თქვენ ნახეთ თუ არა ბატონი ფიშერი გუშინ შეხვდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხრიდან, ისევე როგორც მთლიანად ევროპის კავშირის მხრიდან მის მიმართ არის გამოცხადებული სრული მხარდაჭერა. მანამდე რა ტყუილს ყიდა, ნახეთ, ტყუილს ყიდა მანამდე ქართული ოცნება, რომ ესე კონკრეტული ბიუროკრატები ქცევიან, ასე თორე სახელმწიფოს პოზიცია ასეთი არ არის. არა, გუშინ დადასტურდა, რომ პირიქით სახელმწიფოს პოზიცია არის ასეთი. მერწმუნეთ, მე მიმუშავე ამ სამსახურში. ვერც ერთი ელჩი, ვერც ერთი დიპლომატი თავისი ინიციატივით ვერაფერს ვერ გააკეთებს. ელჩი გამოხატავს გერმანიის ფედერალური. გასაკვირველია, არ არსებობს დიპლომატი, რომელიც თავის აზრს იტყვის, ეგეთი რაღაცა არ არსებობს. ყველა ვინც რაღაც ასეთ განცხადებას აკეთებს, ჩათვალეთ, რომ ყველა განცხადება არის შეთანხმებული თავიანთ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. ამ კვირაში საქართველოს შესახებ ჰელსინკის კომისიის სხდომაზე გამართული მოსმენაც არის ყურადღების ცენტრში და ერთი კითხვის დასმა მინდა ამ თემაზეც მოვასწრო სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ამ სხდომაზე საქართველოს საკითხზე ერთ-ერთი მომხსენებელი იყო. სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საჭიროა მკაფიო პოლიტიკა საქართველოს მიმართ და მოკლედ ციტატა რეალური შედეგები უნდა დადგეს მათთვის, ვინც ხელისუფლებაშია, ვინც ანგრევს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ახშობს განსხვავებულ აზრს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს. ეს იყო ზურაბიშვილის სათქმელი, თუმცა რატომ აგვიანებს ტრამპის ადმინისტრაცია, ასე ვთქვათ, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ქართულ ოცნებასთან მიმართებაში. რა შეიძლება იყოს მიზეზები იმის, რომ მართლაც ჯერ კიდევ არ არის ტრამპის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა მკაფიო საქართველოსთან დაკავშირებით. მე მოდით აქედან დავიწყებ, რომ მე ვისურვებდი, რომ იმ მოსმენაზე საქართველოსთან სხვა ადამიანები ყოფილიყვნენ წარმოდგენილი და არა ის ადამიანები, რომლებმაც ქართული ოცნების სახე დაინახეს ძალიან გვიან და ზოგიერთი მათგანი ერთი პერიოდი საერთოდ ქართული ოცნების მოკავშირე იყო, ან ქართული ოცნების მხარდაჭერით სარგებლობდა. ეს ისე ჩვენ ვთქვით, ვინც იყო იქ წარმოდგენილი, ხა ლუკოფის გარდა, ხა კოფის პოზიცია ყოველთვის გასაგები იყო, როგორიც იყო, ხო? ეს ერთი. მეორე, დღეს თუ დავაკვირდებით რა ხდება მსოფლიოში, საერთაშორისო პოლიტიკაში არის ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც შესაძლებელია იყოს ტრამპის ადმინისტრაციისთვის და ნებისმიერი ადმინისტრაციისთვის უფრო პრიორიტეტული. მაგალითად, ომი უკრაინაში, მაგალითად ამ ომზე ჩინეთის განსაკუთრებული გაძლიერება, მაგალითად ღაზას სექტორში არსებული მდგომარეობა და ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი, მაგალითად ირანის თემა და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი საკითხია, რომელიც შეიძლება ტრამპის ადმინისტრაციისთვის იყოს უფრო პრიორიტეტული. რატომ? იმიტომ რომ ეს საკითხები შეიძლება იყოს უფრო მეტად ამერიკის შეერთებული შტატების
გრძელვადიან სახელმწიფო ინტერესებში, ვიდრე ამბავი შავი ზღვის რეგიონის აღმოსავლეთ სანაპიროზე ერთ-ერთ ქვეყანაში, სადაც რუსული პროპაგანდით გაბრუებულმა და გაბრიყვებულმა ხალხმა თავის დროზე ზურგი შეაქცია საკუთარი ქვეყნის გრძელვადიან ეროვნულ ინტერესებს და აირჩია ქართული ოცნება, ხო? ანუ ხო შეიძლება ასე შევხედოთ არა ვაშინგტონიდან, ამიტომ მე არ მგონია რომ ვინმე რამეს თქვათ ასეთი სახით რო თქვათ აგვიანებს ტრამპის ადმინისტრაციამ ძალაში დატოვა ყველა ის სანქცია, რომელიც ქართული ოცნების და კონკრეტულად ივანიშვილის მიმართ იყო მიღებული წინა ადმინისტრაციის მხრიდან მეგობარი აქტი საბოლოო ჯამში ეს მაინც იქნება მიღებული, უბრალოდ ეს ვერ მოხდა დაჩქარებული წესით, რატომ? იმიტომ რომ ამერიკული კომპანია Frontera, როგორც ჩანს, გაურიგდა ივანიშვილს, რომ ვიცოდეთ ეს საკითხიც. Frontera-ს საქართველოში არ მივდივარ შორს, უნდა ვთქვათ ეს, იმიტომ რომ ხანდახან ისე ჩანს ხოლმე, რომ რა ლაპარაკებს ამ ერთ კაცს, მალინს, რომელიც მანამდე გამოირჩეოდა ივანიშვილის მიმართ კონკრეტულად განსაკუთრებული კრიტიკით და წერილებზე აქვს ხელი მოწერილი. მალინის მთავარი დამფინანსებელი არის Frontera, რომელსაც საქართველოში აქვს გარკვეული დავები ქართულ სახელმწიფოსთან. ეს დავები იწყება პრეზიდენტ შევარდნაძის ადმინისტრაციის დროს. პრეზიდენტმა შევარდნაძემ დაიცვა მაშინ საქართველოს სახელმწიფო ინტერესები ამ დავაში, რამდენადაც მე ვიცი, ქართული სახელმწიფო არის მართალი. შემდეგ ეს გადავიდა პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციაში, სადაც ასევე პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციამ დაიცვა საქართველოს ინტერესები. იგივე ხდებოდა მერე ივანიშვილთან და როგორც ჩანს ახლა Frontera-სთან არის რაღაც გარიგება და ამის გამო არის რომ მალინმა ერთმა ადამიანმა დაბლოკა დაჩქარებული წესით მეგობარი აქტის მიღება. მეგობარი აქტი მაინც იქნება მიღებული, უბრალოდ ეს გაიწელა ასე ვთქვათ დროში, ცხადია ჩვენ გვეჩქარება, ჩვენ გვინდოდა რომ ეს ვთქვათ მალე მოხდარიყო, ეს მოხდება გვიან, მაგრამ აუცილებლად მოხდება. მადლობა ბატონ გია იმისთვის რომ მოახდინეთ ჩვენი მაყურებლების ინფორმირება და გაგვიზიარეთ ამავე დროს თქვენი შეხედულებები, დაგემშვიდობებით გია ჯაფარიძე პასუხობდა ჩვენს კითხვებს. ახლა რეკლამის შემდეგ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე გვერდდება, ასე რომ დაკვირდით. მაშასე რეკლამის შემდეგ ვაგრძელებთ პირდაპირ ეთერში მუშაობას. გვერდდება ჩვენი კიდევ ერთი სტუმარი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე ამჯერად ჩვენთან ერთად. გამარჯობა ქავტონონა და მადლობა რომ შემოგვერდით. ქავტონონა, დავიწყოთ აქტუალური საკითხების შეფასება და პირველ რიგში სუსის დაჭერები. კიდევ ორი პოლიტიკოსია დაპატიმრებული, ლევან ხაბეიშვილი და მურთაზ ზოდელავა და კიდევ ერთხელ გვესმის შეფასებები, რაც აქამდეც ბევრჯერ მოგვისმენია, რომ ესეც არის პოლიტიკური დაპატიმრება დანაშაულის გარეშე. აი თქვენ გიჩენთ თუ არა კითხვებს და რა კითხვებს გიჩენთ ხაბეიშვილის ზოდელავას დაკავება და ის ბრალი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის მიმართ არსებობს. გამარჯობა, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის. დიახ, ის ბრალი და ის განცხადება, რომელიც სუსმა გააკეთა პრესკონფერენციაზე, და ფორმულირება რა შეფასდა მათი აღქმით დანაშაულად არის სრულიად აბსურდული და როდესაც ასეთ აბსურდულ ბრალდებასთან გვაქვს საქმე, რა თქმა უნდა, შეფასებები, რომ ეს პოლიტიკური დასჯა და პოლიტიკური мотиваცია ამ საქმეში ბუნებრივია, იმიტომ რომ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეთ კონკრეტული საქმის შესაფასებლად ერთ-ერთი მთავარი ელემენტი სწორედ ის არის, რომ რასაც ედავებიან კონკრეტულ პირს, ეს ქმედება მართლაც წარმოადგენს თუ არა დანაშაულს და ეს განცხადება, რომელიც ლევან ხაბეიშვილმა საჯაროდ გააკეთა და ეხებოდა იმას, რომ თუ სამართალდამცავები კანონს არ დაარღვევდნენ და შეწყვეტდნენ მოქალაქეებზე, არ შეასრულებდნენ უკანონო ბრძანებებს და თუ ხელისუფლება შეიცვლებოდა, მაშინ მიიღებდნენ, წახალისდებოდნენ, ხომ? ეს არ შეიძლება შეფასდეს არავითარ შემთხვევაში ქრთამის დაპირებად, ეს არ არის სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება და როდესაც ასეთ აბსურდთან გვაქვს საქმე, რა თქმა უნდა, საუბარი იმაზე, რომ აქ მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს სუსი, შეუძლებელია. ეს საქმე სასამართლომდე საერთოდ არ უნდა მიდიოდეს და სასამართლოს არ უნდა უწევდეს ასეთი საქმეების
განხილვა და ვნახოთ როგორ შეიცვლება ამ დღეებში ამ საქმესთან დაკავშირებით მდგომარეობა, იმიტომ რომ სასამართლოს მოუწევს იმსჯელოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე და როდესაც სასამართლო ხედავს, რომ საერთოდ აბსურდულია ის ბრალდება, რასაც პირს ედავებიან, ასეთ დროს თუ ვერ აკმაყოფილებს იმ სტანდარტს, რასაც აი ბრალის წარდგენისას უნდა აკმაყოფილებდეს საქმე, მოსამართლემ საერთოდ არ უნდა გააგრძელოს საქმის განხილვა და შემდგომი მსვლელობა. ამიტომ ეს წესით სამართლებრივი და ნორმალურ ქვეყანაში, სადაც სასამართლო ხაბეშვილის ადვოკატი ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის პოლიციასთვის თავმჯდომარის შეთავაზება ძალოვანი სტრუქტურების წარმოადგენლებისთვის იყო ჯილდო და პრემია, რომელიც სამომავლოდ გადაეცემოდა შესაბამისად. ასეთი დეფინიცია არსებობს სამოქალაქო კოდექსში. ანდი ახლა ზოგადად არა ქრთამის კვალიფიკაცია და რატომ უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს იყო ჯილდო და პრემია. თუ ადამიანისთვის ქრთამის გადაცემა გინდა, ამ შემთხვევაში მას რაღაც უკანონოს თხოვ, ანუ რაღაც ისეთ უპირატესობას თხოვ, რომელიც არ გექნება, ხო, იმ შემთხვევაში თუ ქრთამს არ გადასცემ. ანუ ამ შემთხვევაში ეს ვერ შესრულდებოდა. თან საუბარია კანონიერ ქმედებაზე, ანუ საუბარია იმაზე, რომ პოლიციელებს არ დაერღვიათ კანონი. ანუ ეს ისედაც ევალებათ ადამიანებს, რომ არ არღვევდნენ კანონს და პოლიციელები და არ ასრულებდნენ უკანონო ბრძანებას. და გარდა ამისა, დიახ, სამოქალაქო კანონმდებლობაში არსებობს ესეთი მუხლი, რომელიც ჯილდოს დაპირებას გულისხმობს და მაშინ გამოდის, რომ სამოქალაქო კოდექსის ეს ნორმა ყოველთვის შეიძლება სისხლის სამართლის ქმედებად შეფასდეს და მაშინ სრულიად არეული გამოდის აი ამ საკანონმდებლო რეგულაციების ჩარჩოები და აზრს კარგავს სამოქალაქო კოდექსში არსებული შესაბამისი მუხლი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ საჯაროდ წახალისების მიზნით აკეთებ რაიმე განცხადებას, რომელიც უნდა შესრულდეს. თუმცა ეს შესრულდებოდა თუ არა, ეს იყო პოლიტიკური განცხადება, ხო, ამავდროულად ან პოლიტიკოსების ცხოვრებაში ხშირად არის ასეთი ტიპის განცხადებები, როდესაც ზოგადად ამომრჩეველს სხვადასხვა რამეს პირდები, ხო? ანუ ეს არ შეიძლება სისხლის სამართლის წესით გაიზარდოს. ერთი კითხვა დავსვათ ჯუანშერ ბურჭულაძის დაპატიმრებაზეც, რომელიც საქართველოს თავდაცვის მინისტრია, დიდი ოდენობით შემოსავლის უკანონო ლეგალიზაცია და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ეს არის მის მიმართ არსებული ბრალდება. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ რა თქმა უნდა ყოფილი მინისტრის დაკავება ძალიან სამწუხაროა, თუმცა ისინი ვერ იქნებიან ლოიალური კორუფციის მიმართ. აი რა არის თქვენი სათქმელი? კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურებას ბოლო პერიოდში ნამდვილად ვხედავთ. თუმცა თქვენი აზრით, ქართულ ოცნებას რამდენად რეალურად უნდა სახელმწიფო სტრუქტურებში, მათ შორის ელიტაში, აი ამ ელიტური კორუფციის აღმოფხვრა, თუ ფიქრობთ, რომ აქ რაღაც სხვა მიზეზებიც შეიძლება იყოს? დიახ, ამ საქმესთან დაკავშირებით უფრო დეტალური განცხადების და შეფასების გაკეთებას ჩემი აზრით ჭირდება საქმის მასალების ცოდნა და მე ახლა ამ ეტაპზე არ მაქვს შესაძლებლობა ვთქვა ეს რაიმე მართლაც მტკიცებულებებს ეფუძნება თუ უსაფუძვლოდ ხდება ყოფილი თანამდებობის პირის დასჯა. ზოგადად ეს ნაბიჯები ერთ რაღაცას ნამდვილად ადასტურებს, რომ ქართული ოცნება წლების განმავლობაში უარყოფდა საერთოდ, რომ არსებობდა კორუფცია მაღალ დონეზე და ამ კორუფციის ფაქტებზე ახლა თვითონ ალაპარაკდნენ, ხო? მაშინ, როდესაც მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები თუ სხვადასხვა მედია საშუალებები, საგამოძიებო ჟურნალისტები კორუფციის ფაქტებზე ამზადებდნენ სიუჟეტებს, ეს სასაცილოდ არ ყოფნიდათ ხოლმე ქართული ოცნების წარმომადგენლებს და ისინი უარყოფდნენ, რომ საერთოდ არსებობს კორუფცია ქართული ოცნების მმართველობის დროს და ეს ნაბიჯები, რომელიც აი ამ ბრალდებით ადამიანების დაკავებას ეხება, მიანიშნებს გარკვეულწილად იმას, რომ ერთი მხრივ, ესე იგი, როგორც ჩანს, თვითონ აღიარებენ, რომ ქართული ოცნების მმართველობის პირობებში ადგილი ჰქონდა მაღალი დონის კორუფციას. ბატონო, სუსის დაკავებებზე და დაპატიმრებებზე მეტნაკლებად ვისაუბრეთ. ახლა მოდი გადავიდეთ შინაგან საქმეთა სამინისტროზე. სულ ცოტა ხნის წინ გავრცელა უწყებამ ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც 8 და 9 სექტემბერს მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაპატიმრებული ორი პირი გათავისუფლდა. საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე ბრალდებულ მეგი დიასამიძესთან დაკავშირებით კი პროკურატურამ სასამართლოს გირაოს შუამდგომლობით მიმართა.
მე გიდიას ამისაზე ცალკე კითხავთ იქამდე აი იმ ორი პირის გათავისუფლების გაწყვეტილება შევაფასოთ, რომლებიც აქციის მონაწილეებზე ძალადობის ფაქტზე იყვნენ დაკავებული. მე წავიკითხე სხვათა შორის საეს განცხადება, რომელიც თქვენმა ორგანიზაციამ მას შემდეგ გაავრცელა, რაც აქციის მონაწილეების ცემეს, საეს შეფასებაა, რომ სახეზე იყო საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებზე მიზანმიმართული ძალადობრივი თავდასხმა და მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად კრიმინალური მეთოდების გამოყენება. რა გარემოებების გამო ფიქრობთ ასე, ესეც მინდა გკითხოთ და თავის მხრივ უკვე რა გაქვთ სათქმელი იმაზე, რომ მხოლოდ ორი პირი იყო დაპატიმრებული და მათი გათავისუფლების გადაწყვეტილებაც. დიახ, ეს სულ ცოტა ხნის წინ გაკეთდა ეს განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, აი ამ სამ დაკავებულთან დაკავშირებით, მათ შორის ერთ-ერთი არის მეგი, მაგრამ ამ ორ პირთან დაკავშირებით რომ ვისაუბროთ, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს იმას, რომ თითქოს დაზარალებულებმა საკუთარ დაზარალებულების ჩვენებებიდან გამომდინარე შეუძლებელი გახდა ამ საქმეებზე სისხლის სამართლებრივი დევნის გაგრძელება, რაც ცალსახად უნდა შეფასდეს აბსურდად იქიდან გამომდინარე, რომ ზოგადად გამოძიება არ შეიძლება დამოკიდებული იყოს მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებაზე. ანუ გამოძიება ვალდებულია ყოველ მხრივ შეისწავლოს დანაშაულის ფაქტები და ამასთან დაკავშირებით მიუხედავად იმისა, რა შეფასებას აკეთებს ამ ფაქტთან დაკავშირებით დაზარალებული გამოძიების ინტერესები არ არის დამოკიდებული დაზარალებულის ჩვენებაზე. ანუ გამოძიება მაინც უნდა გაგრძელდეს. მით უმეტეს აი ამ ორ პირთან მიმართებით ვიდეო კადრები არსებობდა, სადაც ჩანდა ამ ადამიანების ქცევა და შესაბამისად ამ ქცევის შეფასება დაზარალებულის ჩვენების გარეშეც შეეძლო პროკურატურას, ამიტომ ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ ქართული ოცნების ხარდამჭერებს, იმ ადამიანებს, რომლებიც შტაბთან იყვნენ და აი ამ ძალადობას ჩადიოდნენ, უბრალოდ ლოიალური დამოკიდებულებით შინაგან საქმეთა სამინისტრო აჯილდოვებს ამით და უარს ამბობს ამ საქმეების შემდგომ მსვლელობაზე, რაც სამართლებრივად, რა თქმა უნდა, არასწორია. მეგი დიასამიძის ქმედებას რაც შეეხება, რომელიც კახაკალძის საარჩევნო ბანერზე წარწერის გაკეთებით და ამ წარწერით მისი დაზიანება დამახინჯების ფაქტზეა დაკავებული. კი გვესმის განცხადებები, რომ წარწერის გაკეთება არც დანაშაულია და არც სამართალდარღვევა, თუმცა იქნებ აგვიხსნათ, რატომ არ უნდა ჩაითვალოს არჩევნებში ჩართული სუბიექტის ბანერის დაზიანება, ის რაც მეგიმ გააკეთა. დიახ, ამ შემთხვევაში ძალიან მარტივად არის საქმე. ჩვენ ტელევიზიით ანუ ეს ინფორმაცია როგორც გავრცელდა და კადრები ჩანს და ეს ბანერი ისევ ადგილზეა. კონკრეტული წარწერა ძალიან მარტივად მოშორდა ამ პლაკატს და მასზე რაიმე ესეთ წარუსშლელი კვალი, ან ისეთი კვალი არ დაუტყვია ამ პლაკატისთვის, რომ საჭირო გამხდარიყო ამ პლაკატის წვიანის შეცვლა ან გარკვეული ძალისხმევის გაწევა იმისთვის, რომ მისი პირვანდელი მდგომარეობა აღდგენილიყო. ანუ ასეთ შემთხვევაში არსებობს სხვადასხვა საკანონმდებლო ნორმებში ჩანაწერები და ეს საკანონმდებლო ნორმები სხვა მიმართულებას არეგულირებს. მაგალითად, თუ ეს შეფასდებოდა იერსახის დამახინჯება და ეს იქნებოდა სამართალდარღვევა, თუ ეს შეფასდებოდა ადმინისტრაციული გადაცდომა და ჯარიმით შემოიფარგლებოდა, თუ ეს შეფასდებოდა საარჩევნო სუბიექტის სააგიტაციო მასალის დაზიანება და ამ შემთხვევაში ესეც სამართალდარღვევა საარჩევნო კანონმდებლობის ფარგლებში, მაგრამ ეს არც ერთი არ არის სახეზე იქედა გამომდინარე, რომ ეს არ არის დაზიანება. დაზიანების შემთხვევაში სახეზე უნდა იყოს იმგვარი მოქმედება, რომლითაც ამ ნივთის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენას განსაკუთრებული ძალისხმევა ჭირდება. მაგრამ ამ შემთხვევაში კიდევ უფრო შორს წავიდა, ან სამართალდარღვევაც კი არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა მეგი დიასამიძეს ბრალს წარუდგინეს ბრალი 197 მუხლის სისხლის სამართლის კოდექსით და სისხლის სამართლის კოდექსი საუბრობს არა ზოგადად სუბიექტის საარჩევნო პლაკატის დაზიანებაზე, არამედ ზოგადად ნივთის დაზიანებაზე და ნივთის დაზიანებად ან განადგურებად აქ არის საუბარი ნივთის დაზიანებაზე ან განადგურებაზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. წავიდნენ ახლა გირაოს სიტყვა. დიახ, ეს გირაო ერთი მხრივ ის არის, რომ ეს საზოგადოების რეაქცია ამ საქმესთან დაკავშირებით ალბათ იმდენად პრობლემურად ჩათვალეს თვითონაც, რომ გადაწყვიტოს გარკვეულწილად ლმობიერი მიდგომა გამოიჩინეთ, თუმცა გირაო არ ნიშნავს იმას, რომ ეს საქმე არ გაგრძელდება. ანუ ეს საქმე მაინც სისხლის სამართლის კვალიფიკაციით გრძელდება.
და რა თქმა უნდა გირაოს გამოყენების საფუძველიც არ არსებობს, ანუ ამ საქმის სისხლის სამართლის წესით გაგრძელების პირობები არ არსებობს. ამიტომ არც გირაო არ იქნება სამართლებრივად დასაბუთებული. კაპტონონა, აქციების კონტექსტში მინდა დაგისვათ ერთი კითხვა და ამ თვალსაზრისით ირაკლი ყობახიძის ახალი განცხადება, შეფასების საგანი განცხადება, რომელშიც პრემიერი ასეთ რამეს ამბობს, ციტატა: "გამოდის 20 კაცი და საქართველოს მოქალაქეებს აწუხებს იმით, რომ თბილისის ცენტრალურ გამზირს კეტავს. ჩვენ ამას მოთმინებით ვუყურებთ, თუმცა ერთხელ დავასრულებთ ისე, რომ აღარ განმეორდეს." ყობახიძის ამ პოზიციას, როგორც პოლიტიკოსების, ისე არაპოლიტიკოსების მხრიდან ახლავს შეფასება, რომ ის იმუქრება. აი თქვენ რამდენად იღებთ ყობახიძის განცხადებას, როგორც მუქარეს? ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ვუყურებთ იმას, რომ განსაკუთრებით რეპრესიული არის მთელი სახელმწიფო ინსტიტუტების ქმედებები და პოლიტიკური განცხადებები და საკანონმდებლო რეგულაციებიც გამკაცრებულია იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებით და შეკრების თავისუფლებით ადამიანებმა ვერ ისარგებლონ და აი ამ გზის გადაკეტვასთან დაკავშირებითაც იცით, რომ ასობით ადამიანი არის დაჯარიმებული სრულიად უსაფუძვლოდ და ეს ჯარიმა იმდენად მაღალია, რომ ის უტოლდება სისხლის სამართლებრივ დასჯას საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით. ეს განცხადება კიდევ და კიდევ არის შეტევა გამოხატვის თავისუფლებას და მშვიდობიან პროტესტზე. არ შეიძლება რომ მშვიდობიან პროტესტთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის შეფასებები იყოს იმგვარი, რომ აი ამით აზრს უკარგავდეს კონსტიტუციით გარანტირებულ აი ამ უფლებების რეალიზებას. აქედან გამომდინარე, ეს განცხადებები არ შეიძლება რომ სამართლებრივად რაიმე ფორმით სწორად ან პოლიტიკურად გამართლებულად ჩაითვალოს, იქიდან გამომდინარე, რომ ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება მშვიდობიან შეიკრიბოს რუსთაველზე ან სხვა ადგილას, სადაც პროტესტის მონაწილეები ჩათვლიან, რომ შეკრება სურთ რომ გამართონ და გამართონ აქცია მშვიდობიანი ფორმით. მშვიდობიანი პროტესტი არ შეიძლება დაისაჯოს. მადლობა კაპტონონა სტუმრობისთვის. ვემშვიდობებით საიას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს. დღის ნიუსრუმიც ამით დასრულებულია ჩვენი სამუშაო კვირაც, შესაბამისად ერთმანეთს ორშაბათიდან შევხვდებით. ნახვამდის.